სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში 3 დეკემბერს საომარი მდგომარეობის გამოცხადებამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა. პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძება ამბოხების ბრალდებით მიმდინარეობს. სახელმწიფოს მეთაურს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანი. საქმის გამოძება სპეციალურ პროკურორს დაევალა. საომარი მდგომარეობის განკარგულება ქვეყნის პარლამენტმა უკვე გააუქმა, თუმცა თავად სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პოზიცია, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ქვეყანაში ჩრდილოეთ კორეის მომხრე ელემენტების გასანეიტრალებლად და დემოკრატიის დასაცავად იყო საჭირო. სამხრეთ კორეელი კანონმდებლები პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ემზადებიან. სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული და განუხორციელებელი საომარი მდგომარეობა პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველია. ასობით სამხრეთ კორეელ დემონსტრანტს და პოლიციას შორის პრეზიდენტის სასახლესთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვენ და რეზიდენციასთან მიახლოვებას ცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. საპროტესტო აქცია გაიმართა სამხრეთ კორეის პარლამენტის შენობასთანაც. პრეზიდენტი არ აღიარებს საკუთარ შეცდომებს და ურცხვად ინარჩუნებს თავის პოზიციას და ამან ძალიან გამაბრაზა, რის გამოც ამ აქციაზე პირველად მოვედი. აქციის საფუძველი დღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის სატელევიზიო მიმართვა გახდა, რომელმაც მოსახლეობას განუცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობის გამოცხადება დემოკრატიის დაცვის მიზეზით ახსნა. გამოძიების გაფართოების მიუხედავად, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პოზიციას არ იცვლის. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან ის ძალები და კრიმინალური ჯგუფები, რომლებმაც ხელისუფლების პარალიზება განახორციელეს და დაარღვიეს ეროვნული კონსტიტუცია. აიღონ სამთავრობო კონტროლი და საფრთხე შეუქმნან კორეის რესპუბლიკის მომავალს, რაც არ უნდა ყოფილიყო. ბოლომდე ვიბრძოლებ, როგორ შეიძლება იყოს აჯანყება, მცირე რაოდენობის ჯარების განლაგება გარკვეული ხნით წესრიგის შესანარჩუნებლად. პრეზიდენტის მიერ საგანგებო საომარი მდგომარეობის გამოცხადება არის მთავრობის ადმინისტრაციის აქტი და არ ექვემდებარება სასამართლო განხილვას, როგორიცაა აღმასრულებელი შეწყალების გამოყენება ან დიპლომატიური ძალაუფლება. საომარი მდგომარეობა აჩერებს ძირითად დემოკრატიულ თავისუფლებებს, სამხედროებს დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს ომის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის ძირითადი საფრთხის დროს. 3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის განკარგულებით აიკრძალა პოლიტიკური საქმიანობა, საპროტესტო აქციები და პრესის თავისუფლებაზე მკაცრი შეზღუდვები გამოცხადდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით იცავდა კონსტიტუციას ჩრდილოეთ კორეის მომხრე ძალებისგან. საომარი მდგომარეობა იმავე დღესვე გააუქმა სამხრეთ კორეის პარლამენტმა, რასაც მოჰყვა გამოძიების დაწყება ამბოხების მოწყობის ბრალდებით. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იმპიჩმენტის პირველ მცდელობას გადაურჩა, თუმცა 14 დეკემბერს იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მეორედ შეეცდებიან ქვეყნის პარლამენტში. პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის წინააღმდეგ მეორე იმპიჩმენტის კანონპროექტი ერთობლივად იქნა წარდგენილი. ეს იმპიჩმენტის კანონპროექტი კონსტიტუციისა და კანონების მძიმე დარღვევის საფუძველზე იქნა წარდგენილი. კერძოდ, პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის არაკონსტიტუციურ და უკანონო გამოცხადებასთან და მისი როგორც მოღალატური ქმედების ლიდერის როლთან დაკავშირებით. საომარი მდგომარეობის გამოცხადების უფრო ფართო კონტექსტი არის თვეების შიდა პოლიტიკური ბრძოლების სამხრეთ კორეის ლიდერს და ოპოზიციის მიერ დომინირებულ ეროვნულ ასამბლეას შორის. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია მთავრობის წევრების იმპიჩმენტს ცდილობდა და ბლოკავდა საბიუჯეტო კანონმდებლობას. იმპიჩმენტის პირველი მცდელობის დროს მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა. 300 ადგილიან პარლამენტში ოპოზიციურ ძალებს 190 ადგილი აქვთ. იმპიჩმენტისთვის კი 200 ხმა არის საჭირო. პრეზიდენტის გადაყენებას მმართველი პარტიის ლიდერიც მხარს უჭერს. პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გამოირიცხოს სახელმწიფო ადმინისტრაციისგან, მათ შორის სამხედრო ხელმძღვანელობიდან. რამდენადაც დადასტურდა, რომ პრეზიდენტი არ აპირებს თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგომას. საჭიროა მისი მოვალეობის დაუყოვნებლივ შეჩერება. მომდევნო კენჭისყრაზე ჩვენი პარტიის წევრები უნდა დაესწრონ შეხვედრას და მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში მათი რწმენით და სინდისით. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია სამხრეთ კორეის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც სავარაუდოდ მოუწოდა პრეზიდენტს გამოეცხადებინა საომარი მდგომარეობა. პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა საკანში თავის მოკვლას სცადა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ასევე დაკავებულია სამხრეთ კორეის ეროვნული პოლიციის უფროსი და დედაქალაქ სეულის პოლიციის უფროსი. სამხრეთ კორეაში არსებულ ვითარებას პირველად გამოეხმაურა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება, რომლის პოზიცია სახელმწიფო ტელევიზიით გახმოვანდა.
მარიონეტმა იონ სუკ იოლმა, რომელიც არის მმართველობის სერიოზული კრიზისის და იმპიჩმენტის პირისპირ, მოულოდნელად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და ფაშისტური დიქტატურის იარაღი მიუშვირა ხალხს. ამ შოკის მომგვრელმა ინციდენტმა სამხრეთ კორეის მთელი მარიონეტული მიწა ქაოსში ჩააგდო. სამხრეთ კორეის პარლამენტმა მიიღო კანონ პროექტი, რომელიც ავალდებულებს სპეციალურ პროკურორს გამოიძიოს ორი მთავარი ბრალდება ქვეყნის პირველი ლედის, კიმ კიონ ჰისთან დაკავშირებით. საქმე ეხება მის სავარაუდო მონაწილეობას საფონდო მანიპულაციის სქემაში და საარჩევნო პროცესში ჩარევას ძალაუფლების მქონე ბროკერის მეშვეობით. რამდენიმე დღეში გაირკვევა, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი სამხრეთ კორეაში.